ეს ორი. დედაქალაქის ყოფილი მერი დაკავებულია. პოლიტიკური დევნა თუ სამართლებრივი პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ უხრი და არც არასდროს დაუხრი. უგულავას დაპატიმრება, ის რაც მოხდა გუშასამართლოში, ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი. დაანონსებული ცხელი ზაფხული აქტიურ ფაზაში შედის. წინასაარჩევნო მორატორიუმი დასრულებულია. პროკურატურაში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები განაახლეს. ბრალდების მტკიცებულებები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ინტერპოლის ზებნილი მაღალჩინოსნები. ვის რას ედავება ხელისუფლება? როცა შენ პიროვნებას ირჩევ და მის გარშემო საქმეს ეძებ და არგუმენტს ეძებ, როგორ ციხეში ჩასვა, ეს პოლიტიკური დევნაა. ამას ვერავინ ვერ განიხილავს როგორც პოლიტიკურ დევნას, იმიტომ რომ სასამართლო არ ითვალისწინებს პოლიტიკურ გემოვნებას. რეზონანსული საქმეები და მთავარი დაპირება, სამართლიანობის აღდგენა. რას ფიქრობს ხალხი, რომელმაც რამდენიმე დღეში დედაქალაქის ახალი მერი უნდა აირჩიოს? სურისძიების მიზანი უფრო ამოძრავებთ, ვიდრე იმის გაკეთება, რისთვისაც ხალხმა აირჩია ეს. ხელისუფლება ცდილობს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას. გაგრძელდება თუ არა დაკავებები, ცხელი პოლიტიკური ზაფხული. ნახეთ ვახოს ანაიას რეპორტაჟში.